მეგობრებო, მოგესალმებით ნინა ლეჟავას YouTube არხიდან. მოგესალმებით მზის ადამიანი და ახლა ჩვენ უნდა ნახოთ ძალიან საინტერესო და მოთხოვნადი საჯარო გაშლა თემით. ასრულდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილი? მოდით ნახოთ, ასრულდება თუ არა თქვენი ჩაფიქრებული სურვილი 2025 წლის ბოლომდე. კარგად იცით, რომ ტაროს სისტემას უყვარს კონკრეტიკა ვადებზე. ამიტომ ვადა კონკრეტულად თვეების რაოდენობა არ დავასახელე და დავასახელე პირდაპირ 2025 წლის ბოლომდე იმის ასე ვთქვათ ალბათობა რამდენად დიდია რომ ასრულდეს თქვენი სურვილი 2025 წლის ბოლომდე, რადგან შესაძლებელია სურვილი იყოს ძალიან დიდი, ძალიან გრანდიოზული და ცოტა უფრო მეტი დრო, ენერგია და სხვა დინამიკა სჭირდებოდეს, ვთქვათ, ამ სურვილის ასრულებას. ამიტომ თუ ამოვა უარყოფითი არკანი, არ ინერვიულოთ, რადგან შესაძლებელია უბრალოდ დრო არ არის საკმარისი, მაგრამ ვისაც აინტერესებს ესე იგი ახდენა სურვილის მოხდება თუ არა 2025 წლის ბოლომდე, შეგიძლიათ მოусმინოთ ამ საჯარო გაშლას. არხის გამოწერა მესიამოვნება გამიხარდება, ლაიქ-დისლაიქის ნაწილში. გეტყვით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ბალანსში ვამყოფოთ თქვენი და ჩემი არხის მუშაობაც და კომენტარები კი ყოველთვის გამიხარდება. მას შესაძამე სამ ვარიანტად 2025 წლის ბოლომდე ასრულდება თუ არა თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. მე მგონი ფოკუსი არ არის მთლად ის, რაც უნდა იყოს. ნამდვილად, მოდით ცოტა კიდევ უფრო პატარა. აი ასე. ეს ფოკუსი არის ამ მომენტში ყველაზე კარგი, მე ისე ვფიქრობ. აი ასე. პირველი, მეორე, მესამე. კარგით, მეგობრებო, ვარიანტებს დავუძახოთ ახლა ჩვენ ქვების საშუალებით. პირველი ვარიანტი გვექნება წითელი იასპი, მეორე ვარიანტი გვექნება მწვანე ავანტიურინი და მესამე ვარიანტი გვექნება მთის ბროლი. ახლა დახუჭეთ თვალები. არ გინდათ 62-ს და მეცურულზე განაწილება, აირჩიეთ ის ერთი სანუკვარი სურვილი, რომელიც გაინტერესებთ ასრულდება თუ არა 2025 წლის ბოლომდე. დაინახეთ ეს სანუკვარი სურვილი. ძალიან კარგი. და ახლა როდესაც თვალებს გაახელთ, აირჩიეთ ვარიანტი. აუცილებლად ეგრევე დაგიძახებთ თქვენი მინერალი მომენტალურად. ძალიან კარგი. ვინც ვერ მოახერხა, დააპაუზეთ ეკრანი და მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. წითელი იასპი. ვეცდები ერთი არკანი თუ იმშელო, იმიტომ რომ მაინც ძირითადი სიგნიფიკატორი არკანი იქნება ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი 2025 წლის ბოლომდე. პენტაკლების პაჟი. მცით რა არის, შეიძლება გარკვეული საფუძველი ჩაეყაროს საძირკველი თქვენი სურვილის ასრულებას 2025 წლის ბოლომდე, თუმცა სისრულეში თითქოს დახმარება გჭირდება. სისრულეში რამდენად მოვა 2025 წლის ბოლომდე თქვენი ჩაფიქრებული სურვილი. პირველი ვარიანტი. იქნება ხელისშემშლელი ფაქტორები. ვიღაც ქალი შეგიშლით აქ ხელს ნამდვილად, რომელსაც თავისი კომფორტისთვის არ უნდა ნამდვილად რომ თქვენი სურვილი აისრულოთ. მეგობრებო, რა გითხრათ, პირველი ვარიანტი. გავჩუმდეთ პირი. დავხუროთ, დავმუწოთ, იმიტომ რომ აქ არის ქალი ძალიან ძლიერი ენერგეტიკით, რომელიც შეეცდება რომ ემოციურად დაგაყენოთ
სხვა ტალღაზე და ეს საკმაოდ კარგად გამოუვა. გამოუვა კარგად, იმიტომ რომ არის ძალიან ისეთი კარგი ოსტატი манипуляციებისა, შიშების ჩანერგვისა, და ყველა იმ არასაჭირო ენერგიებისა, რომელიც თქვენ მეგობრებო, ეს ადამიანი არის ლარვა. ეს ადამიანი არის პარაზიტი. ვისაც ახლა თქვენ გესაუბრებით ქალი, წინ ყავთ ქალი. ჟღალი, ან შესაძლებელია ესეთი ამ ფერზე იღებავდეს თმებს, ან ესეთი კარგად ნაღები ქერათმები ქონდეს. აი ასაკირამდენიც არ უნდა ქონდეს და ასაკისაც არ უნდა იყოს. ხო, თითქოს ადამიანი არის დაბერებული, როგორ აგიხსნათ? გესაუბრებათ და თითქოს არა იმ ასაკის წარმომადგენელი ადამიანი გესაუბრებათ, არამედ ადამიანი, რომელიც მოხუცი, ტოქსიკური მოხუცივით ფიქრობს და აზროვნებს, ხო? იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომლის ირგვლივაც ყველა არის დამნაშავე. აბსოლუტურად ყველა მის ირგვლივ არის დამნაშავე. ეს არის ადამიანი, რომელთანაც არ უნდა ილაპარაკოთ თქვენს სურვილზე. თუნდაც ეს იყოს საკუთარი ოჯახის წევრი, იმიტომ რომ ეს ადამიანი იღებს თქვენს პოტენციალს და ენერგიას, ეს ადამიანი ჯანმრთელდება, ეს ადამიანი კარგად ხდება. ამ ადამიანს ყველაფერი, აი თქვენი თან საუბრის მერე თუ თქვენთან კომუნიკაციის მერე თუ თქვენთან მით უმეტესად თქვენს აზრებს, თქვენს პოტენციალს, თქვენს გეგმებს იგებს ეს ადამიანი, ისრუტავს, ადამიანი გთვალავთ. ადამიანი ენერგოინფორმაციულ დონეზე გქურდავთ. ადამიანი გართმევთ ენერგიას. როგორ უნდა ამოიცნოთ ეს ადამიანი, სად არის ეს ქალი? სად არის ეს ქალი? თქვენს რეალობაში. ძალიან ახლოს ყავთ. სად არის ეს ქალი? შესაძლოა ახლო წარსულში ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ან ოპერაცია ქონდა, ან სერიოზული ესეთი ფინანსური გარდატეხა ქონდა ადამიანს, ჯანმრთელობის პრობლემა არ გამოურიცხავ, მაგრამ ნახეთ, პირველი ვარიანტი არ არის ესეთი გუშინ და გუშინ წინ გამოძებნილი ახლობელი. შესაძლებელია ძალიან დიდი ხანიც იცნობდეთ. შესაძლებელია არ გამოურიცხავ განმეორდები, საჯარო გაშლა ოჯახის წევრიც იყოს, მაგრამ ადამიანი, ნახეთ, ჯერ ამ ადამიანს უნდა გაეცალოთ და მერე უნდა იმუშაოთ ამ სურვილის ასრულებაზე, იმიტომ რომ ადამიანი ისრუტავს და გართმევთ ამ ყველაფერს. სამწუხაროდ, ამიტომ განმეორდები ეს ის მომენტია, როდესაც ადამიანი საფუძველს უყრის რაღაცა სურვილის ასრულებას, მაგრამ ბოლომდე ვერ მიყავს, იმიტომ რომ გვერდით სამწუხაროდ ყავს პარაზიტი. პარაზიტი, რომელიც იღებს მთელ თქვენს პოტენციალს, ძალას და ნათქვამი არ გაქვთ წინადადება. პირველი ვარიანტი, რომ ადამიანს უკვე მითვისებული აქვს იმაში არსებული ენერგიაც, წარმატებაც და ყველაფერიც. და რეალურად პოტენციალი ცუდი ნამდვილად არ გაქვთ. იფიქრეთ ამაზე. ჯერ მოიცილეთ, დიხლაფოსით, მიმოასხით ირგვლივ, შეწამლეთ პარაზიტები. ხო? და მერე სურვილის ასრულება. ვარიანტი 2. დაგემშვიდობებით. პირველი ვარიანტი მაინტერესებს კომენტარებში, ვინ ამოიცანით ამ საჯარო გაშლაში. ვარიანტი მეორე, ასრულება თუ არა თქვენი ჩაფიქრებული სურვილი 2025 წლის ბოლომდე. ნახეთ, პენტაკლების
პაჟი ყავდა და მეორე ვარიანტი არის პენტაკლების რაინდი. აი თქვენ ბევრად უფრო მყარად დგახართ თქვენს პოზიციაზე, ვიდრე ვთქვათ პირველი ვარიანტი. მე ვიტყოდი, რომ თქვენ არა მხოლოდ საფუძველს ჩაუყრით ამ ყველაფერს, თქვენ უკვე იცით, საით უნდა წაიღოთ თქვენი რესურსი, თქვენ იცით, სად უნდა წაიღოთ, თუ ეს ბიზნესიდია, ძალიან კარგად იცით, როგორ მართოთ, როგორ გაზარდოთ, როგორ გააფართოვოთ. და მე ვიტყოდი, რომ სურვილის ასრულების პოტენციალი 2025 წლის ბოლომდე, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული ძლიერი ადამიანი ხართ, დაცული ადამიანი ხართ, საკმაოდ დიდია. საკმაოდ დიდია პირველი ვარიანტისგან განსხვავებით. იმიტომ რომ რთულია თქვენი ცხენიდან ჩამოხდება. ვარიანტი 2. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი 2025 წლის ბოლომდე. ასრულდება თუ არა თქვენი სურვილი 2025 წლის ბოლომდე. არკანი მზე, არკანი მეტლე, ძალიან კარგი არკანებია, უბრალოდ პირველი ვარიანტისგან გას ვინ არის ეს? ვინ არის ეს? გასაგები, აი მოიცილეთ თქვენი რეალობიდან მოწუწუნე თვალიანი ადამიანები პირველი ვარიანტში ერევა ეს მოწუწუნე კონკრეტული პერსონაჟი. თქვენ შემთხვევაში რა არის, იცით, ბევრ ადამიანებს შესაძლებელი აინტერესებდეს თქვენი ცხოვრება, აინტერესებდეთ ვინ ხართ თქვენ. აინტერესებდეს რას აკეთებთ, ხო? ნახეთ, სურვილი, როდესაც უკვე აგისრულდებათ, მე შეგიძლიათ გააჟღეროთ. ისედაც ასრულდება ეს სურვილი, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აი ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, აი ფინანსებში პრობლემა მაქვს, აი ეს მინდა, ის მინდა, აი მინდები გამოჩნდებიან. მიხვდით ხო? რომლებიც წაიღებენ თქვენს დროს. ფინანსებს თუ არა, დროს წაიღებენ, მიხვდით ხო? მე შეიძლება წამოვიდეს აი რაიშოვე ამისთან, დანამუსების მცდელობა, ხო? დანამუსების მანიპულაცია, სირცხვილის გამოწვევის მანიპულაცია, პირდაპირ თუ არა ირიბი დადანაშაულების მანიში რა გიჭირს, ხო? შენ კარგად ხარ. ხვდებით ხო? აი ეს წუწუნა ადამიანები, რომლებიც ვერ გერევიან, მაგრამ მაინც ვნახოთ, რამდენად დაცული არის თქვენი სურვილი 2025 წლის ბოლომდე, რამდენად დაცულია თქვენი სურვილი, რამდენად დაცულია თქვენი ხმლების ტუზი. და არკანი ძალა, აბსოლუტურად დაცულები ხართ ხმლების ტუზი, ძალიან კარგად იცით რეალურად ვინ არიან ეს ადამიანები, დაცული ადამიანი ხართ, კარგად იცით როგორ მოიცილოთ ეს ადამიანები თქვენი რეალობიდან, ძალიან კარგად იცით როგორ გაწყვიტოთ კომუნიკაცია ასეთ ადამიანებთან, ხანდახან რბილი და ხანდახან შესაძლოა საკმაოდ უხეში ფორმითაც და ხისტი ფორმითაც ხმლების ტუზი, თუ ადამიანს არ ესმის რბილი და კარგი ლაპარაკი, ამიტომ ხმალის თქვენ ხელშია, არკანი ძალა, მზე, მეტლე, ყველაფერი თქვენს ხელშია. უბრალოდ აი არის ეს ერთგვარი ხარვეზუკა თქვენს რეალობაში იმ ადამიანებისა, აი მე იმას კი არ გეუბნებით, რომ არ მოისმინოთ ამ ადამიანების წუწუნისაც გააჩნია, ხო, წუწუნსაც გააჩნია, ხა თუ ვიღაცა თავისი ნაგვის და ნეგატივის კონტეინერად თქვით, რომ თვითონ გადმოიცალოს და თვითონ გასუფთავდეს, ახლა დიდი გოგო ბიჭები ხართ, მეორე ვარიანტი და კარგად იცით, როგორი პასუხი უნდა გასცეთ, მაგრამ ხანდახან არის რა მომენტი, როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ
რაღაცა თუნდაც თქვენს სურვილში თითქოს ერთის მხრივ და გულშემატკივრობენ, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცა შიშები შემოიტანონ, ხო, რაღაცა დათავდაჯერებული ხართ, ძლიერი ხარ და ამ დროს ადამიანს შეეცადეს რაღაცა ეჭვები შემოიტანოს, ისეთი ეჭვები, რომლებიც საბოლოო ჯამში არ შეგიშლით ხელსურვილის ასრულებაში, მაგრამ გაგიჭინაურებთ რაღაცებს, ხო? ამიტომ ცუდი აზრების შორს მყარად იდექით თქვენს აზრზე და თქვენ 2025 წელს გააჩნია რამდენად დიდი და გრანდიოზული არის თქვენი სურვილი, მაგრამ ხედავ რომ დიდი და გრანდიოზულია, აუცილებლად იქნება ასრულებული. თქვენ ამას გააკეთებთ, თქვენ ამას შეასრულებთ და თქვენ ამას მოახერხებთ. თუ კი ეს არის თქვათ რაიმე ბიზნესი, პირადი საქმე და ასე შემდეგ, ხო შეიძლება პირდაპირ ამუშავებული ყველას არ ეხება ეს არ იყოს, ხო ეს ყველაფერი, მაგრამ თქვათ რაღაცას გაახსნით, გააკეთებთ. თუ ეს ბიზნეს ეხება. ეს თუ რაიმე შენაძენს ეხება, იხდებით ხო, ყოველ შემთხვევაში ეს წერტილი იქნება დაფიქსირებული, ხო? მერე მისი ამუშავება, მოქოქვა, გამოცოცხლება და ასე შემდეგ, ამას შეიძლება თქო უნდა თავისი დრო დასჭირდეს, მაგრამ აქ ხართ ძლიერი შემდგარი ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იცით, როგორ გააკეთოთ ეს. პირველი ვარიანტი სგან განსხვავებით, თქვენ მყარი ხართ თქვენს პოზიციაში. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი, დამიწერეთ კომენტარები, მაინტერესებს როგორ რეზონირდა საჯარო გაშლა თქვენთან და მესამე ვარიანტი. ვინც აირჩია მთის ბროლი, ასრულდება თუ არა თქვენი ჩაფიქრებული სურვილი, ხუთიანის პენტაკლები. ჯერჯერობით არ უნდა ამ სურვილს ასრულება, არ არის. ნახეთ პენტაკლი, ხო? თითქოს არ ყოფნით ენერგია, კრიზისია ჯერჯერობით ენერგეტიკული, ხო? ენერგეტიკული, შესაძლოა ფინანსური, ხო, რა თქმა უნდა. ნახეთ, თითქოს ეს არის სურვილი, რომელიც სადღაც ჰაერში გაშრა. არ აქვს სიცოცხლე, ხვდებით, ხო? ანუ არსაიდან არ იკვებება ეს თქვენი კონკრეტული სურვილი. ჯერ უნდა იფიქროთ მესამე ვარიანტი, რამდენად თქვენია ეს სურვილი, თქვენ გეკუთვნით თუ არ გეკუთვნით. მაგრამ სურვილს არ აქვს სიცოცხლე, გამხმარი ხე არის, ხო, როგორც არკანზე აჩვენებს, ხო? მაგრამ ნახეთ როგორი რაღაც არის, არ გადაიწყვიტოთ ახლა რაღაცა ეს გადაიჭრათ იმედები, იმიტომ რომ ეს შესაძლოა უბრალოდ ესეთი პერიოდია, ხო? მაგრამ ჯერჯერობით სურვილს ასრულება არ უნდა, იმიტომ რომ არ არის შეიძლება კონკრეტულიც იყოს, მაგრამ არ აქვს ენერგია. ასრულდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილი 2025 წლის ბოლომდე. აი რატო არ აქვს ენერგია? თქვენი ფინანსები შესაძლებელია ნაწილდებოდეს არაერთ ადამიანზე, არაერთი ვალდებულება, არაერთი მიმართულება, ათიანების ხმლები. მეგობრებო, სურვილი 2025 წლის ბოლომდე ფიზიკურად ვერ ასრულდება, იმიტომ რომ ეს თქვენი ენერგია, ფინანსური, უბრალოდ ენერგია სასიცოცხლო, ხო? ანუ თითქოს არ გაცლიან, რომ აი იყოთ სავსე. ხო, ანუ როგორც კი თავს უკეთ იგრძნობთ ფინანსურად, ენერგეტიკულად, მორალურად, ფსიქოლოგიურად, რა ვიცი, ყველანაირად სულიერად, ხო? თითქოს არ საიდან ჩდებიან ადამიანები, არ მინდა ხა კონკრეტულია ვთქვათ ადამიანის დაფიქსირება, რომ თქვენს პარაზიტი სამივე ვარიანტს ყავს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში აქ შესაძლებელი იყოს რამოდენიმე ადამიანი. პირველ ვარიანტს ერთი ყავს და გამოხატული, მეორე ვარიანტში გადაშიქ თვალს სცემენ და წაეწუწუნებენ, მაგრამ მეორე ვარიანტი ყოჩაღად დგას და კარგად შეუძლია ხმალი გაიქნიოს და თავის თავში დარწმუნებული ენერგეტიკულად ბევრად ძლიერია ამ ყველაფერზე. აი თქვენ კი აქ არამც თუ ენერგეტიკულად ძლიერი ხართ, არამედ ჩათვალეთ, რომ ხართ ადამიანი, რომელსაც ყველა მხრიდან ესეთი წურბელები აზიან და ყველა მხრიდან, როგორც კი სასიცოცხლო წვენით, სასიცოცხლო ენერგიით შეივსებით, უცებ მოდიან და ყველანაირ იმედს, ემოციას, ენერგიას გაცლიან. ან შესაძლებელია უბრალოდ რაღაცა ესეთი პერიოდი გაქვთ, რომ ესეც სხვათა შორის ყველას არ ეხება,
იცვლება, მაგრამ შესაძლებელია რეზონირდეს კონკრეტულ ადამიანებთან, რომ ეხლა უბრალოდ აი ესეთი მძიმე პერიოდი გაქვთ და ეხლა რაღაცნაირად გჭირდებათ ჯერჯერობით სხვა ბალანსის პოვნა, ხვდებით ხო, სულიერად შებრთული პერიოდი გადაიტანეთ და გჭირდებათ ენერგიის აღდგენა, ხო, მაგრამ აქ ხო რა 50-50-ზე ვერ ვიტყვი, მაგრამ პირველი აი ორი ვარიანტია, პირველი ან უცებ აი დააკვირდით ხო თქვენ თვითონ გაიუმჯობესეთ ვიზუალური მხარე, ენერგიული ხართ, დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა, კარგად ხართ და უცებ რაღაცები ჩდებიან ხო თქვენს ირგვლივ. ფული მომეციები, დამეხმარიები, ლაპარაკი მინდა და უნდა დავიცალო, იმიტომ რომ რატომღაც შენს გარდა სხვა არავინ არ არის ხო, ვინც მე მომისმენს ხო. აი უბრალოდ დააკვირდით და უცებ აღარ არის, არც ენერგია, არც ფული, არც არაფერი. всё, წავიდა. და აქ სამუშაო გაქვთ ამ ნაწილში, ხო? ამ ნაწილში, ანუ არასთქმას ვსწავლობ და ძალიან რაღაცას, ხო? რომ არავის ვალდებულები არ ვართ უპირველეს ყოვლისა და თუ ვცდილობთ რაღაცა ხუთოსანი გოგოს იმიჯი, ბიჭის იმიჯი მოვირგოთ, გოგოს თუ ბიჭის, არ ძირთადად გოგოები მიყურებთ ქალბატონები და თუ კი ვცდილობთ რომ ყოველთვის კარგი იყოთ, მაშინ სურვილს ვერ აისრულებთ ვერც 2025 წლის ბოლომდე და ვერც დიდი ხანი, ხო? იმიტომ რომ აქ ეს მომენტია, მაგრამ არ არის მეორე მომენტი, რომ ჯერჯერობით გადაიტანეთ ახლო წარსულში შესაძლოა რაღაცა რთული პერიოდი, ჯანმრთელობის პრობლემა შესაძლებელია, უბრალოდ ფსიქოემოციონალურად მძიმე პერიოდი, ხო? და ჯერჯერობით გჭირდებათ საერთოდ არამც თუ სურვილზე ხა ფიქრი, იმიტომ რომ ენერგეტიკულად ეს არანაირ მას არ გაძლევთ, ხო? არამედ გჭირდებათ უბრალოდ აღდგენა საკუთარი ენერგიებისა და საკუთარი რესურსისა. მივხვდით ხო, ეხლა იქნებოდა ჩემი მხრიდან ძალიან დიდი არაპროფესიონალიზმი, რომ გითხრათ, რომ მიდით თქვენ სურვილს მიაწექით, ხო, იმიტომ რომ არ გამოვა ნამდვილად. პირველ რიგში რაც დავინახე და რა ნაწილში საიდან უნდა დაიწყოთ საკუთარი ენერგიების სამუშაოება, აი აბსოლუტურად ცარიელი თასი, რომელიც შესავსებია ახალი ენერგიებით, ემოციური განკურნება გჭირდებათ. აი აბსოლუტურად ემოციური განკურნება გჭირდებათ 4-იანი პენტაკლები თასების ტუსთან ერთად, ანუ საკუთარი სივრცის გაცრა, ზედმეტი ადამიანების და ზედმეტი ინფორმაციების აქ პირველ რიგში რას ვიზამდი, იცით, თქვენს ადგილზე ყველანაირ ინფორმაციულ ტოქსიკურ პორტალს დავკეტავდი, ხო, Facebook-ით დაწყებული, იქ ვიღაცა მოკლეს, იქ ვიღაცა იმას ქნეს, აქ ვიღაცა, ანუ მოვიშორებდი ამ ყველაფერს ჩემი რეალობიდან, ანუ ზედმეტ ემოციურ დისკომფორტსაც არ გავიკარებდი, იმიტომ რომ აქ საჭირო არის სასწრაფოდ ენერგიების აღდგენა. თუ საჭირო არის, არ ვარ მე მედიკამენტების მომხრე, მაგრამ თუ კი გრძნობთ რაღაცებს ვერ ერევით, მცენარეული დამამშვიდებლები, ნაყენები, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა წყალთან, წმენდები ჩაიტარეთ, კლასიკა წლების წინ თქვი რომ კარგია მარილიანი წყლის აბაზანები, ხო? დაიბრუნეთ ჯერ საკუთარი თავი, აწყვეთ ჯერ საკუთარი თავი, იმიტომ რომ აქ ასაწყობები ხართ და მერე უკვე შეიძლება რომ იფიქროთ ამ სურვილზე. კარგით დავარღვევ ჩემს. ასრულდება პირველი ვარიანტი, მესამე ვარიანტის სურვილი, როდესაც ის ენერგეტიკულად აღდგება და დაწყნარდება და დალაგდება იმპერატორი. ასრულდება ეს სურვილი. ვინ ყავთ მამაკაცი, ვინც გირთულებთ ცხოვრებას? ან წარსული გამოცდილება, რომელიც არ გაქვთ ჯერ განვლილი და რატო ცხოვრობთ ვიღაცის ცხოვრებით? ესე ტრიალებთ ერთ და იგივე ისტორიაში. ან არ არის წარსული გამოცდილება ნეგატიური დამუშავებული ბოლომდე, რაც აუცილებლად ნიშნავს იმას, რომ
ეს პრობლემა იქამდე დაბრუნდება და იქამდე წაგართმევთ ენერგიას და პოტენციალს, სანამ არ დამუშავდება. ჩემო ძვირფასებო, მე არ ვიცი თქვენ აქ რა სურვილი ჩაიფიქრეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ენერგია არ გაქვთ. ენერგია არ გაქვთ იმისთვის, რომ ეს სურვილი აისრულოთ. ჯერ სხვა კვესტი და სხვა ამოცანა გაქვთ ამოსახსნელი და მე უკვე მიხვალთ იმ სურვილამდე. მიხვდით ხომ და თუ ზოგადად სურვილი რაღაცა ურთიერთობების დასრულებას ან აწყობას ეხება, ხო პირდაპირ კავშირშია ეს საჯარო დაშლა პასუხად თქვენს შეკითხვაზე. დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო დღე მისურვებია და ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.